იყო რა ხელატაში დაცხო. ხელი. ასეთი არაფერი სათქმელიც არ აქვს, ასეთი ხმამაღალი ნიკო. ხელი ხარ შეგიშალეთ ცხრობაში, რას უყურებდი? რავი, რას არ უყურებდი ნიკო, აგერ პატიმრების ისე როგორი საინტერესო ცხოვრება არის, ვერ ასწრებ, ესე იგი შედიან ციხეში ერთი პარტია, მეორე პარტია იმ დღესვე გამოდის და რამხელა სიხარულია და გულის ტკივილი ერთდროულად. და როგორი ის არის სტრესი, იცი რომ ყოველ საღამოზე ვარ ხოლმე და ეს ინიციალები რო არის, რა ჩემებს უყურებ, რომ აბა ხო არ არის იქა და მოტო ხო არ არის და ეგ თავიდან იყვნენ ძალიან გახურებული. მოკლედ, ბევრი მყავს, ვისაც შეუყურებ ხოლმე, რომ მეთქი ხა დქო ვინ არის? დათო ქორიძე. არ მე მეგობრებზე მყოფარი. იმედო გითხარი დქო. დქოს გავიგებდი უფრო რაღაცა იტყოდნენ რომ ჟურნალისტი გავიტყოდნენ. პენიტენციური დაწესებულება დაემსგავსა თბილისის მეტროს ნიკო. ერთი კარიდან შედის ხალხი, მეორედან გამოდის და უყურებ ამ ამბავს გაოგნებული. და თან ეს ხო იცი რა არის ახლა გასაგებია რომ ჯერ ეს არის ცირეხნიანი პატიმრობებია ხო რამოდენიმე დღე და რაღაც მაგრამ ყველა შემთხვევაში ეგრე არ არის აი ახლა ნინო დათაშვილი ხო წარმოუდგენელი ამას გულგრილად უყურო და აი რაღაცნაირად გული არ გაგისკდეს იმიტომ რომ ჯერ როგორ ფორმაში არის ადამიანი რა დაემართა 4 თვის განმავლობაში და მე სრულიად არაფრის გამო ახლა თუ ვინმე მარიცის ჩვენმა მაყურებელმა ხო ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მიცეს შენიშვნა და აი როგორც იცის ხოლმე იქ მანდატურებმა ესეთი უყვირილით ხელში ხელების გადაგრეხვით ესე დერეფანში გამოარბეინეს ესე და აი ამ პროცესში გამოძევების პროცესში წინააღმდეგობას უწევდა ქალი აი იმას იმ 10 ადამიანს რომელსაც ერთმა ჩვენმა მეგობარმა კორიდორის მარტორქები უწოდა. აი ეს 2 მეტრიან კაცებს უწევდა წინააღმდეგობას და ამის გამო აი 4 თვე სანამ ჯანმრთელობა იმ დონეზე არ შეერყა, რომ აი ქართულ პროკურორსაც კი რაღაცნაირად შეუტოვო და გაგრძნობების სიმები მანამდე არ გამოუშვეს. ადამიანი არის, რასაც ქვია, აი სრულად განადგურებული, ხო, ფეხზე ვერ დგას, ვერ ლაპარაკობს. ხო? აი რა რის გამო? და ამ დროს აი ამ ხელა რესურსი იხარჯება ხო სასამართლო პროცესები ბადრაგის მიყვანა იქ ვიღაცა გამოძიებას აწარმოებს რაღაც დაკითხვების ის და სრულიად განუკითხაობა ხდება რუსთაველის გამზირის მიღმა ხო ახლა ყველა ნახავთ არ ვიცი ეს ქორის თუ ექნება მაგის საშუალება რომ აი დრიფტაობის რაღაცნაირად კადრი ჩავსვათ აი ეს არის დიაგნოზი და დღევანდელი საქართველოს რაღაც თვალსაჩინო აღწერა არის რომ აი თუ პოლიციელს არ აქვს მითითება რომ კანონი კი ირღვევა მაგრამ ეს ის შემთხვევაა რომელიც არ უნდა გავატაროთ აი ეს თუ ესეთი დირექტივა არ აქვს ხო უყურებს ესე ბოდიში და დოკლაპიას ხარ რა რომელიც მე ვერ დავინახე იქ მაგრამ იქ ეწერა რომ დაეჯახა კიდევაცო პოლიციელსო ხო მაგრამ ნიკო უყურებ არა რა ხო მაგრამ რისთვის ზის ხა მზიარისთვის ზის ანუ მანქანას აჯახებდა პოლიციელს რომ არის ხალხი ვინც აღშფოთებულია რომ იცი რა კანონია მაინც და ეს გაცილებით უფრო საშიში არისო რასაკვირველია იყო და რაღაცნაირად ხო გეუბნები გამიშოთ ბავშვებიდან ან იქ ანუ რა ადამიანი უნდა იყო რომ ეგ მე უნდა და ვინ რისი თქმა მინდა იცი აი პოლიციის რეაქცია არ იყო აი ჯანსაღი რეაქცია არ იყო როდესაც აი კანონდარღვევას უყურებს ესე არ იქცევია აი რაღაცნაირად ესე სტატისტებივით უყურებდნენ იმას რომელიც თუ შეიძლება რომ მეც მოვთხოვდი პოლიციელს არა მარტო ის რომ რამე ეკნა არამედ ბავშვს გადაეფაროს და გაიწვიოს როცა ეგ არის საშიშროება არ არის პოლიციელის საქმე რომ თავი გაწიროს და პოლიციის რა შენი არ არის ან და ჩემი ან რა მნიშვნელობა აქვს ფორმა გაცვია თუ არა რო დაინახო რომ მანქანა ბავშვებს ეტაკება ეს უნდა გაიწვიო რომ ჰა ხო არა რა რასაკვირველია და თან რა არის იცი აი ასეთ რაღაცას უყურებ ხო და სადღაც 2-3 წამში წუთში ხო შეიძლება შეგხვდეს ვიდეო სადაც 15 ჯანმაგარი აი ესეთი შემდგარი საშუალო ასაკის მამაკაცი დგას და გაჩერებული ყავთ ვიღაც გოგონა და ცდილობენ მის ჩანთაში და მის ნივთებში შეღწევას თან როგორი რაღაცა ბერასაბუთებენ რომ ამის უფლება აქვს და აი ეს 15 კაცი დგას და აი წინააღმდეგობას გვიწევთ ეს დაუმორჩილებლობა ეს აი
მიდის ამაზე აი ეს როგორ თქვა სრულიად ფუჭად ამ რესურსის ხარჯვა, რომლის ერთადერთი მიზანი ის არის, რომ ალბათ უყურებს ესე ჩვეულებრივ პოლიტიკაში ჩაუხედავი მოქალაქე და ითრგუნება, რომ აი ნუ ყველგან ესენი არიან, ყველგან ესე არის, რასაც გეტყვიან, უნდა დაუქნიო თავი, თორე ნუ შარია და აი შენც ისახარ რა, აკაცუკად გამოგაცხადებენ და შეგექნება მილიონი პრობლემა. აი ეს შმონები სრულიად წარმოუდგენელი რაღაცა არის, რომ აი სადღაც კარგი მესმის ხო აი რუსთაველის გამზირზე მიხედი და ნუ გითხრეს რომ აქ დგანან ქვეყნის მტრები, აგენტები, უსამშობლოები და რაღაცნაირად აი მეტროს ადგურებთან, რავი, თავშეყრის ადგილებში ყველგან იქ დადგე და 2000-იანი წლების რუსეთი იყო და რაღაცნაირად ამას სუფიქრობდი რომ აი სად არიან ტიპები და ჩვენ სადა ვართ ხო? აი ესეთი განუკითხავი შმონი რომ ვინც აი მოდის მოქალაქე და ეუბნები ჩანთა გახსენი დამატვალიერებია. გოგონა, რა მნიშვნელობა აქვს ხეს, მაგრამ ხო სრულიად წარმოუდგენელი არის. რა ატმოსფეროს ქმნის და რა არის ესა ხო? ნუ მესმის რომ შეიძლება ესე ფიქრობ რომ აი ესე ვიადვილებ მე ცხოვრებას რომ არანაირი ის არ იქნება წინააღმდეგობა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო ხო შეიძლება გავგიჟდი და რაღაც არასდროს ვაკეთებ რაღაც მექანიზმი ხო უნდა არსებობს რომ საზოგადოებამ ჩაკეტოს აი რა მექანიზმია ახლა ესა აი მოვედით იქამდე ოპოზიციური პარტიები აბიკრძალეს ნუ აპირებენ მაგრამ ხო თან როგორი არა, აი საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეუშალოს ხელი, ხო? ჯერ იმსჯელებენ დათო და მე მიიღებენ გადაწყვეტილებას. წინასწარ რა ვიცი რა გადაწყვეტილება. ეს არ არის ეს ჩემი ორიგინალური აზრი, მაგრამ მე ვფიქრობ ნიკო რომ და ვიზიარებ ამ მაზურს რომ აი ეს რომ გაჯანჯლდა ეს ამ იმის სარჩელის მომზადება, ეს არის კონსულტაციების ბრალი. კონსულტაციებს გადიოდნენ სავარაუდოდ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლებთან, იმიტომ რომ ისეთი რამე არ ისეთი სარჩელი არ შეადგინონ და მე ისეთი სარჩელის დაკმაყოფილება არ მოუწიოს, რომ ესე თამამად ვერ თქვან მე რომ აქ ის არავინ არისო რა მოკლედ. აი თუ რაღაცას უნდა გავდეს ეს სარჩელი. ყურუმსახს არ უნდა გავდეს. რა ყურუმსახი არავინ არისო რა მოკლედ ესე რო არ თქვან. მე მივხვდი ხო ნიკო? ხო და მთელი აბსურდი ეგ არის რომ აი ეს ჩამკეტი მექანიზმი ნიკო როცა იწყებს საუბარს ერთი ტონით მადლავდივარ. უკაცრავად. ხო და არა ის ხო ესე ხო არის ესე დემოკრატიაც ესე მუშაობს ხო რომ რაღაც ის არის მექანიზმები არის რომელმაც უნდა გაფილტროს ხო და დახვეწოს გადაწყვეტილება და აი ეს ჩამკეტი მექანიზმები რაც არის ყველანი არის ერთ მხარეს გადასული და ერთი სანგრიდან უშენს საზოგადოებას ცეცხლს. ხო, რას ფიქრობ ნიკო? მე მგონია ნაკლები პარტია, ნაკლები ნებათაღელვა. მე მგონია სიტყვა ყურუმსაღი უნდა დავაბრუნოთ. ძალიან იშვიათად ვიყენებთ ხოლმე და ყურუმსაღო შენ ესეთი ახლა უკვე მოდი გრიშაშვილს ექნება ლექსიკონში განმარტებული ესა ყურუმსაღი ლექსიკონი ქართული ელექტრონულადაც არის იშვიათი არის მაგრამ ქაღალდისაც არის რომელიც ამასწინათ ბუკინისტებთან შევიჭა იმენ განზია ელექტრონულადაც არის და აი თითო სიტყვა თითო პატარა სტატია არის მარგალიტი ყურუმსაღი არ არსებობს ახლა რო ეს ხო და დააბრუნოთ. ხო და შენ ილაპარაკი ნიკო სანამ არა იყოს კაცო დაგალოდებით სანამ მონახავ. აი ყურუმსაღი ქალაქური ლექსიკონი გავშალეთ. ყურუმსაღი შეუგნებელი უტიფარი ძუღლუდი იმე ამ ყურუმს რატო დიტანჯავ იმე ამ ყურუმსაღს სწორედ არ შინებია ჩვენი თქვა აკაკისაც ქონია აგერ დღეს ყაითამიდამ მომიტანეს თავი გაქცეულისა ყაზახის ურიადნიკისა, რომელიც იყო 300 კაცის უფროს იქა და ნიაზმს აწყობდა ჯარებისას. დიდი ყურუმსაღი ჰარამზადა და რაღაცეები ეგრეთ, მოკლედ. ეგ აი დასაბრუნებელი სიტყვაა. კი, ბავშვებს ეძახოდნენ ხოლმე, ხო? აი შეყურუმსაღო წიგნებიდან მახსოვს ახლა ჩემ უბანში არის თითლიბაზიც კაი სიტყვაა და ის როგორ იყო ის ბიჭი რო ჩაშვეს სამეგრელოში რაღაც მაზაკვალი კი არა და რაღაც სხვა სიტყვა რო თქვა და რო უთხრეს რო კოხო რა? არა კაცო კოხო რა კი არა ეხა პოლიტიკური იმაზე. აუ ბიჭი შენ ახარ მეგრული სპეციალისტი ჩვენ ორში და აი დადის ის ხო ხო და მოკლედ მე ჩემი აზრით ყურუმსაღი უნდა დაბრუნდეს და დათო იმუშავა ახალგაზრდა და გაჩითული შენ ახარ ანუ გაჩითულს ამბობენ კიდე ანუ თუ ვინმე ამბობს ხოლმე შენ ხარ სადაც მიხვალ იქ არის ხოლმე საღამოს ფართებზე ხშირად შეხვდებით დათო ქორიძეს რომელიც როგორ ტვინგალი იყო ხო ის სიტყვა ტვინგა ხო
რაც ეგეთი. სადაც არის ხოლმე სად? და არის ხოლმე მოწყენილი სახით და უკმაყოფილო. ანუ არსად არ მივსულ ვარ, არაერთხელ მე ანუ ეს ვაჭარბებ ცხადია ეგრე, არა რომ მოდებული იყოს ძირითადად სახში არის და მეცადინეობს, მაგრამ ну გარეთაც ყოფილა რაღაც ხმე იშვიათად შევდივარ სადღაცა კლუბში შევიხედე იქ დგას ქორიძე და მეგობრებთან ერთად მეგობრები ხან მოწყენილები არიან ხან მხიარულები ხან ისე ანუ გააჩნია არა როგორც ეს არის ხოლმე ხრა მინდოდა მე რატომ მომიყვანეთ გაუხარელი მაგრამ ვიცით რომ შიგნიდან ალბათ კმაყოფილია იცი რა არის მე მგონი მე ეს მეგობრების დათრგუნვას ცდილობს რომ თვითონ ისეთ ადგილებშიან ამ ყოფი ეს რა არის არა ისინი არიან იქ ნამყოფები ერთად დადიან ხოლმე ამ ზევიდან კი არა აბა ესეთი ისახა უხასიათო აქ ხო ხედავ როგორი არის ხოლმე გასულ გარეთაც ეგეთი ათავს კი არის აქ უფროსობას იმაშება აჩვენებს რომ იმას მუშაობისა და შრომაში გაწყვეტილი კაცის ცხოვრების იმიტირებას ახდენს ხო ნიკო მაგრამ აი ეხლა მაინტერესებდა როგორ დააბრუნებდა რელსებზე საუბარს კი ცხოვრება რომ საამური გახდეს მათ შორის ქორიძისთვისაც პარტიები უშლიან ხელს ამაში იცი რა არის ეს მოსაზრებაც გავიგე რომ აი ეს პარტიები უშლიან ქვეყანას წინსვლაში ხელს მაგრამ აი ეს წინსვლა ყველა სხვანაირად ესმის კი მე მაგაში ვერ აკრავი, იმიტომ რომ ცუდია პარტიების აკრძალვა პოზიციაზე მაქვს და მეტი არა მაქვს. არა, უყურე როგორი არის. რომელ ქვეყანაშია? რუსეთში არის ალბათ. აიცი რა არის? პარტიები არის ყველგან აკრძალული ზოგი, ანუ გააჩნია როგორც იშველიებენ ხოლმე თქვა პარტიების აკრძალვა თავისთავადი არადემოკრატიული პროცესი არ არის, იმიტომ რომ შეიძლება თქვა რომელიმე ექსტრემისტული პარტია აკრძალოს და თქვა რომ აქ ოპტომი იკრძალება თან ესეთი საპარლამენტო ბარიერ გადალახულები და რეიტინგიანი პარტიები. ანუ ეკა შეიძლება გერმანიაში აკრძალონ რომელიღაცა რეიტინგული პარტია, მაგრამ როგორც წესი არის ხოლმე პაპუაშვილმა მოიყვანა მაგალითი, რომ სახალხო დამცველი ცდილობდა რომ ალტინფო აიგრძალავდა ეგ დემოკრატიული ხო, წინა სახალხო დამცველი თორე. წინა სახალხო დამცველი. ამიტომ არის ხოლმე ზოგადად ძალიან უფრთხიან ხოლმე ნებისმიერი თუნდაც ნაცისტური ან რადიკალ კომუნისტური ან რაც მოძალადე პარტიის აკრძალვას მან ყოველჯერზე უნდა აწონოს გონიერმა და ანთებულმა ხელისუფლებამ რომ ერთი მხრივ არ მისცე ასპარეზი ხალხს ვინც აშკარად რაღაც ჯანყს იწყებს და ძალადობისკენ მოუწოდებს და სისხლიანი პარტია არის და მეორე მხრივ პრეცედენტი არ დაუშვა რომ მე არ თქვა რომ თქვაც ალტინფო აკრძალე მაგრამ მე იმას რას უშვები ნეიტრალურ საქართველოს რომ საჩერდები მე არა მაქვს მაგდენი გამოცდან მაგაზე წიგნებია დაწერილი რა როგორ შეიძლება როდის როგორ ჯობია მაგრამ მარტივი პასუხი მაგაზე არ არსებობს მარტივი პასუხი არა რომ რაღაც დროს ვიღაცები უნდა იკრძალონ იმიტომ რომ თქვა თვინც დადიან და ამობენ რომ მოდი დავხოცოთ ყველა მელოტი იტყვი რომ არა ძმაო შენ არ შეიძლება რომ პარტია გქონდეს იმიტომ რომ რას ლაპარაკობ მეორე მხრივ ვიღაც სხვა პარტია რომელიც ამბობს რომ რა მელოტები არ მეპიტნავება და კაც თმა უნდა კონდეს თავზე და ასე შემდეგ შეიძლება ძალიან ციხეში ჩასვით თუ დანაშაულს ჩადის ის ადამიანი შეიძლება არ ჩადის დანაშაულს დახოცო ისკენ თუ მოუწოდებს ხო ნუ ცუდი მაგალითი მოვიყვანე მაგიტო თქვი რა რომ მაგას დაждომა უნდა და ისა მაგალითების მოყვანა რომ როდის და რა შემთხვევაში და არ ვარ პოლიტოლოგი და ესოდენ მზა მაგამ ბავში მაგრამ ნუ ერთი რო პარტიები იგრძალება ხოლმე ხო პროცესი ყოფილა რომ აიგრძალათ პარტია ეს პირველი შემთხვევაა როცა გრძალავენ პარტია მანამდე არ ქონია ეგ წარსულში გამოსული რამდენადაც მახსოვს ჩვენთან წავიკითხების სტატია იქნებოდა როგორ გგონია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ აუკრძალავს მაგრამ რაღაც დროს აიკრძალა კომუნისტური პარტია თავის დროზე ოღონდ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არამედ ხო, არ მახსოვს, იმიტომ რომ აი ეს დამოუკიდებლობის აქტს რომ მოაწერეს ხელი, იქ დეპუტატების ნაწილი იყო, დიდი ნაწილი იყო, დიდი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კომუნისტური პარტია. ისე ძალიან მაზალუ არის, რომ ეს სარჩელის პრეზენტაცია და წარდგენა დაემთხვა იმას პირველი საქართველოს ისტორიაში პირველი საპარლამენტო მრავალპარტიული არჩევნების 35 წლის თავს 90 წლის 1990 წლის 28 ოქტომბერს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა გვალიმაგი და თავისუფალმა საქართველომ. თვითონ კოალიცია იყო და ასევე იყვნენ კომუნისტური პარტიის წევრებიც, ხო და აი როგორი მნიშვნელოვანი ის არის
ამხელა დრო გავიდა 35 წელი და ქართული პოლიტიკური კლასი, მართველი პარტია, წამყვანი პოლიტიკური ძალა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თავისი ოპონენტების ნაწილი უნდა წაშალოს. იცი რა, ბუდიში, ერთი წამი მოუბრუნდები, რომ რაღაც პასუხი შეგაგაცი, რომ პარტიები იკრძალება არა უშავს, ან ჩვენ შემთხვევაში არ არის ეგრე, რახან თქვი რომ ხდება თუ არა, მაგიტო კი პასუხი თორე. პროცესი უნიკალური არ არის, რომ იდეოლოგიას ვერ ჩითო, რომ ამათი იდეოლოგია უნდა ამოძირკოცო, რომელიც ეხლა ნაციონალური მოძრაობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა პარტია, რომ გადახედოს პარტიულ პროგრამას იდეოლოგიურად იქ ესეთი არაფერი წერია, თუ დანაშაულები არის ჩადენილი ან გადაცდომები ან დანაშაულ გადაცდომები ან რაც გინდა დაარქვი, იმიტომ არ იყო რომ ამბობდნენ რომ მოდი ჩვენ იმაში კონსტიტუციაში გვიწერია და ჩვენს პარტიის წესდებაში გვიწერია რომ ეს გავაკეთოთ. ანუ რა იდეოლოგია აიკრძალა ლელოს აკრძალვით არ ვიცი, იმიტომ რომ კაც შულმარიც ლელოს რა იდეოლოგია აქვს. ხო, არა, აი როგორი რაღაცა არის, იცი? ან ეს სარჩელიც ის რო წაიკითხეს, ხო ახლა 100%-ით მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ აი დიდწილად 80% იძლევა იმის საშუალებას თვითონ ქართული ოცნებაც რო ჩაწერო იქ რომელიმე პარტიის მაგივრად, ხო, ყველაფერი მიესადაგება. სისტემური დანაშაული ძალადობა იქ ეს არის. სხვასაც აუკრძალავდით, მაგრამ პატარები არიან და არ უახლოვთ ხოლმე, ანუ თუ აზიანებენ რაღაცებს მაგ სტანდარტით საშიშები არიან, რა მნიშვნელობა გადალახეს, ვერ თუ არ გადალახეს. მოკლედ, რას თავს ვიტყუებ და ყოველჯერზე მაინც მიყვები ხოლმე იმაში და მე შენ გისწორებ ხოლმე და მე თუნდაც იგივეს ვაკეთებ, რომ აბა ეს კაზუსი ხო არ არის იურიდიული და ეგ გავიარეთ უკვე, ანუ 2 წელია მაგ ქვეყანაში აღარ ვცხოვრობთ, სადაც კი, მაგრამ ეს როგორ კანონი აღარ არის ეგ რა, აღარ აქვს ეგა და ამიტომ რაც არის ეს არის. ისეთი სარჩელი არის, რომ და ლოი გრუზინსკი ზაკონ ესე მანდავართ. 1-2 რომ მიუმატო, 1-2 რომ გამოაკლო, არაფერი არ შეიცვლება. ხო, და თან რა არის, პროცესი უნიკალური არ არის, შენი თქმის არ იყოს, სხვა ქვეყნებშიც ყოფილა, რომელიღაც პარტია აუკრძალავთ, მაგრამ როგორც წესი, თუ ეს ძალიან ავტორიტარიზმისკენ ან ტოტალიტარიზმისკენ გადახრილი ქვეყანა არის, არც ჭირდება არ საკონსტიტუციო სასამართლო და რაღაცა, ისეც აკრძალავენ და აზრიც არ აქვს, შეიძლება ამ ფორმალურ აკრძალვას დედას უტირებენ, ისე არ მიაღებინებენ არაფერში მონაწილეობას. და დემოკრატიულ ქვეყნებში იქ ხო გეუბნები, სასამართლოები არის, საკონსტიტუციო სასამართლო არის, სადაც როგორც წესი, ხო, რაღაც დაზღვევები ხდება. ჩვენთან რო ვილაპარაკოთ, როგორ აი თვითონ ცალკეული რო არ გავარჩიოთ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვინ არის და რა არის, აი როგორც მოხდა ცვლილებები, როგორც აი ვადაზე ადრე რო გადადგება იმისთვის რომ რაღაცის კვოტაში ავსოს და ვინ არის მე საი როგორ მოძებნეს, როგორ შეარჩიეს და რაღაცა იძლევა იმის ასე ვთქვათ თავისუფლად დასკვნის გაკეთების საშუალებას რომ ერთი გუნდია რა ფორმალურად არის რაღაც ხელისუფლების სხვა შტო თორე სინამდვილეში ერთი შტოა ყველა არის რაღაცნაირად ერთი მიზნით გაერთიანებული აღმასრულებელი საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ეს არის უბედურება თორე ახლა ნებისმიერ პარტიას ნებისმიერ ადამიანს შეიძლება უჩივლო და სასამართლო პროცესზე ესე ჯანსაღ კონკურენციაში არგუმენტებით იმეებით ამებით დაიცვას თავი ესეთი ამბავი არის და ხო გეუბნებით ძალიან მაზალუა სიმპტომურია და ბევრი რამეზე მეტყველებს ის რომ არც ერთ წინა ხელისუფლებას აზრად არ მოსვლია რომ აი ეს მეთოდი გამოეყენებინა ის რომ სახალხო დამცველმა რომელიღაც პარტია შეარჩია და უპირებდა არჩევას ისა სარჩელის შეტანას გასაგებია რომ თვითონ სახალხო დამცველის გავლენა ისეთი არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოზე რომ თავისი ამ გავლენით რაღაც ზემოქმედება მოეხდინა მე რეგისტრაცია ხო შეუჩერეს ხო აყურე არ შევიდეთ მაგ მსჯელობაში უბრალოდ რა არის არგუმენტები ამ შემთხვევაში და იმ შემთხვევაში ახლა უყურე როდესაც ქვეყანას აქვს სადაც მე იმ მსჯელობაში შევალკაცე ხო როდესაც ქვეყანას აქვს სუვერენიტეტის დაცვის პრობლემა ხო და ამ დროს რომელიღაც პარტია შენი სუვერენიტეტის ხელმყოფ რომელიღაც ქვეყანასთან რაღაც სტრატეგიულ კავშირებს აბავს და რაღაც გეგმებს ახავს X პარტია ხო შეიძლება ბუნებრივია გაგიჩნდეს ისა სურვილი რომ ამ პარტიას უჩივლო და ამ პარტიას არ მიცე ლეგალური ფუნქციობის საშუალება ხო როდესაც ცდილობს შენს მტერ ქვეყანასთან და ეს მტერი არ არის ჰიპოთეტური მტერი ხო აი შენს ტერიტორიაზე უყენია ჯარები და შენს სუვერენიტეტს სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს როდესაც
ასეთ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან რაღაც ტიპის ურთიერთობას აბავს პარტია, ხო? ეს რა ვიცი, სპეცსამსახურების მოვალეობაც არის რაღაცნაირად ამით დაინტერესდეს და რა ყველა ინსტიტუტის რომ ამას შეეწინააღმდეგოს. ეს ბუნებრივი არის. არაბუნებრივი არის ის, რომ შენ ცდილობ ის პარტია გაუქმო, რომელიც აი ბოლო რა ვიცი, ყველა არჩევნებზე გიქმნის პრობლემას და ყველაფერს რო თავი დაანებო ჯამურად რო აიღო, ხო? ელექტორალურად შეიძლება შენზე მეტნიც არიან, ხო? ეს არის სანამ პარტიას უყურე დემოკრატიულ ქვეყანაში, როდესაც შენ არ აქვს ესეთი საფუძველი, რომ სპეცსამსახურებიდან უნდა მოდიოდეს ეს საფრთხე, იქ გეუბნებოდეს, რომ ეს საფრთხეს გვიქმნის, ისეთ საფრთხეს გვიქმნის, რომ ამას არჩევნებით ვერ ჩავრეცხავთ მოკლედ ამ პარტიას და რა ვიცი ახლა შენ სახელმწიფოზე კი არ ფიქრობ, ამ დროს ფიქრობ შენი ოპონენტის მოშორებაზე, ხო? ეს საზოგადოების ნახევარზეა ლაპარაკი, მეძზე თუ არა. საზოგადოების ნახევრის არჩევანზეა ლაპარაკი. ის რომელი პარტიებიც არ შევიდა, ეს ხო ჩვენ ვიცით რომ ძალიან პირობითი არის, არაფერი არ შეუშლის, რომ ან გაფართოვდეს ან მეორე საჩვენო. ხო, ვიცით რა, გვითხრეს და იმიტომ ვიცით. ჩვენ საქართველოს უახლოეს ისტორიიდან გვაქვს ეს იმის გამო რომ მე უძველობად არ ჩამეთვალოს და ეს ჩვენს პოლიტიკურ იმაში ლექსიკაში და კულტურაში შემოტანილი არის ეს შევარდნაძის ის რომ გადაფურთხებულს არ ავლოკავ, ხო? გადაფურთხებულის ალოკვის, რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ქრესტომატიული მაგალითი იყო ეს რუსული კანონის შემოტანა, მერე უკან გაწვევა და მერე ისევ შემოტანა. რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ნუ ახლა მაღალი წარმოდგენის არავინ იყო ახლა ამ პოლიტიკური ანალიტიკოსების, ხო, მაგრამ მაინც არ ელოდნენ, რომ ესე უტიფრად უხეშად დააბრუნებდნენ. აი ეს ამ ტიპის არჩელი მილიონი შეიძლება მოამზადონ კიდე და მილიონი პარტიისათვის. იქ იყო ამ სარჩელის გახმოვანებამდე ლაპარაკი, რომ ცალკეულ ადამიანებზე მე ეს არ მოხდა და ის არ არის პრობლემა. დღეს არ მოხდა, ხვალ მოხდება. გააჩნია ვინ როგორ პრობლემა შექმნის. ბატონ ზაქარიაშვილი გამომერია ხმაში ახლა. იცი რა ვიფიქრე, რომ რაღაცა ნაცნობი ინტონაცია გქონდა და. ქუთაისში რო იყრიდა კენც მიადევნე თვალის. სუფიქრობდი რატო ქუთაისიო და რომ ვკითხო რატომ ქუთაისი, რატომაც არა იტყო და. რამდენი ხმა მიიღო? არც თუ ბევრი ალბათ, ეგრე აღარ მემიდევნებია თვალყური, მაგრამ ეჭვმა ხო ბევრს არ მიიღებდა. მით უმეტეს რომ ვინ მეელოდა რომ მეც მიიღებდა ბევრს ბატონი ბატა? არა. შენ ელოდი რომ ნინო ბურჯანაძე ბელარუსში იქნებოდა თურმე გუშინ? არ ველოდი, სულ ფიქრობდი ბოლო 1 წლის განმავლობაში არჩევნების მერე რაც აქ ადუღდა სიტუაცია, სულ ფიქრობდი რომ სად არის ნინო ბურჯანაძე? სად არის ნინო ბურჯანაძე? ხო კარგად არის რამე აი რა შეემთხვა რატო? განა იმიტომ რომ ფანი ვარ სიტყვაზე, მაგრამ ნუ როგორც წესი არიან პოლიტიკოსები, არიან პარტიები, როდესაც რაღაც განსაკუთრებული რო ხდება, მაშინ ცოცხლდებიან. ზოგისთვის ეს არჩევნებია, ზოგისთვის ეს აი ესეთი საზოგადოების გამოგვიძება და გააქტიურება. აი ჩვენი ძვირფასი კახა კუკავა ასევე ძველი და სტაჟიანი პოლიტიკოსი, ძირითადად არჩევნების დროს აქტიურდება ხოლმე და ისი აქტიურდება თითქოს მის კალენდარში მხოლოდ საარჩევნო პერიოდები არის. აი თითქოს წინა საარჩევნო პერიოდი გადაება ის და ეს 4 წლიანი ან 2 წლიანი ეს წვედა არ ყოფილა ისე ერთობა და ბურჯანაძეძეს ფიქრობდი, ხო, რომ აი მე არ ვიცოდი ვინ შეიძლება გვიყურებს და არიციან თუ დღეს აღმოვაჩინე ოფისში რომ გუშინ მინსკში იყო თუ მინსკში იყო მინსკში რაც შეხვედრა იყო სადაც ლუკაშენკო არის, ლავროვი იყო ლავროვი, ვარჰეის უნგრეთის საგარეო საქმეთა და ნინო ბურჯანაძე რომელსაც რა ფორუმი იყო ხო მოკლედ რაღაც მიმართვა ქონდა რუსეთის მოყვარულთა საზოგადოება იკრიბებოდა ნუ ძირითადად ახლა ველარუსში მეყურე როგორი გარღვევა მოხდა აი მას შემდეგ რაც ლუკაშენკამ ამერიკის პრეზიდენტის თხოვნით პოლიტპატიმრების ნაწილი გაუშვა ხო რაღაცნაირად ლუკაშენკა გახდა რუკაპაჟატი რუკაპაჟატნი რუკაპაჟატნი ხო რუკაპაჟატნი ქორიძეს აუხსენე ახლა რუკაპაჟატნი რა არის იმიტომ რომ დაბნეული თვალებით იყო უпростоრად ხო ის ნირუკაპაჟა მოგე ხელს რო არ ჩამოართმევენ კაცს ესეთი სტატუსით იყო ქორიძეს ჩვენ არ ვაინტერესებთ ქორიძე ახლა ბერგჰაინშია სადღაც ხო და მოკლედ აი ამი კავკიჯდი აღარ შევიდი. აი ნიკო თქვი კარგი ბარში ხარ მოწყენილი აქ სტუდიაში მაინც გაიღვიძე და გამოფხიზლდი. ხო და ნიკო მოკლედ ლუკაშენკასთან არავინ არ ჩადიოდა.
ლუკაშენკასთან საქმის დაჭერა იყო ძალიან ესეთი საჩოთი რო ამბავი. თან რაში გჭირდება რა უნდა მოქცეს ლუკაშენკა მზის თვითონ რუსეთზე არის მიმული და რა იცი რა არის ბიჭო ლუკაშენკა არის მაგ თვალსაზრისით ნიჭიერი პოლიტიკოსი. აი ხო ესე ხელფეხშეკრული არის რუსეთზე დამოკიდებული არის, მაგრამ რაღაც მაინც ხო გეუბნები, ჯერ ხო თვითონ ისა აქვს, მას მოკლედ სხვისი მარიონეტი არ არის, რაღაც თავის თამაშს თამაშობს და ინარჩუნებს. აბა პუტინი ცოცხალი არ იყოს როგორ აი ხო და უყურე ხო და მიუხედავად იმისა, რომ მისი სუვერენიტეტის დიდი ნაწილი არის ჩამოკიდებული რუსეთზე და პუტინზე, აი 2020 წლის საპროტესტო გამოსვლების დროსაც გადამწყვეტი როლი ითამაშა რუსეთის ჩარევა. მიუხედავად ამისა, ну მაინც ესეთი ისა აქვს რა, მოკლედ აკვარიუმში არის, მაგრამ საკმაოდ დიდი, აი ეს ესეთი იმეებში რო არის, აი დიდი აკვარიუმები ზვიგენებით, აი დიდი სივრცე აქვს მაინც ამ ლავირებისთვის და ახერხებს რაღაც იმის დამოუკიდებელი თამაშის თამაშს. ალბათ რომ დაურეკეს და უთხრეს რომ იქნებაო პოლიტპატიმრები გაათავისუფლო, ეგეთი 1000-ობით მყავსო და დაუშვა ვიღაცაა. ყავს, კი, 1500-მდე არის და უყურე როგორი რაღაცა არის, ხო და არ იყო ეს ხელს არ ჩამოართმევენ ლუკაშენკას, მაგრამ ახლა ეს იმ რაღაცნაირად ის მიიღო. იცი, აი სიცოცხლეები რო არის თამაშებში და გაცოცხლდა და ვიღაც ტიპები უკვე აღარ თაკილო, სხვათა შორის რაც პუტინთან დაკავშირებითაც მოხდა, ხო, ალიასკის შეხვედრის შემდეგ ის რომ ინდოეთი, ჩინეთი და ეს გლობალური სამხრეთის ქვეყნები ესე ღიად თანამშრომლობენ და აი ახლა დასანქცირების მერე ცოტა თავი შეიკავეს, მაგრამ ეს ალიასკაში შეხვედრა მიიღეს იმათ რა, ეს წვანე სიგნალად და აქაც ეგრე იყო და ხო მოკლედ მაგრამ ახლა ყველას ველოდიქ რომ ჩავიდოდა სიტყვაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრიანის სლოვაკეთის ის ფიცო რაღაც მაგრამ ბურჯანაძეს არ ველოდი თან ახლა ლუკაშენკა სულ ცდილობს აი ძველი საბჭოთა სენტიმენტებით და რაღაც ქართულ ბელარუსული ურთიერთობების ამ სიმებით თამაშს და სულ რაღაც კომპლიმენტებს გზავნის რომ ძმები ურთიერთობა ეს ვაჭრობა რაღაც როგორ არის ნუ ბურჯანა მოკლედ ისე მოიქცა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი იმ 1000 კაცში თუ 1500 კაცში მიიჩნია რომ ბურჯანაძე არის ჩამოვიდა ხელი ჩამოერთვა მიესალმა გამოელაპარაკა და ნუ მოკლედ აი ძველი საბჭოთა იმიდან ჭოჭა ნინა ის თბილისი არ არის ის ხელწამოსაკრავი ამბავი რა ყველაზე ის იყო და ბურჯანაძემაც უთხრა რომ კარგი ისახართო ორატორი რაღაცები და გაცვალეს კომპლიმენტები მაგრამ უყურე გარდა ამ იმისა მოკლედ ლუკაშენკას ჩვენ უყვარვართ და საქართველოს უყვარს როგორც რუსეთის სამყარო აი სამყაროს ნაწილი საბჭოთა სამყაროს ნაწილი აი ესე უყვარს რატო აი პარალელურად ჩვენთან ხო ესეთ იმეს იმაშვება აი ვახსოვს მარგულაშვილთანაც რაღაც სხვა ურთიერთობები ქონდა მარგულაშვილიც მიიღო კარტოფილი აჩუქა თუ დათესეს თუ გამოუგზავნა თესლი თუ რაღაცა ხო მაგრამ პარალელურად ხო ეს არ უშლის ხელს რომ იქ აფხაზეთთან ამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან აწარმოოს ასე თქვათ ჩვენთვის ძალიან მტკივნეული პროცესი იქ რაღაც მიწებს ყიდულობენ იქ ბელორუსი ინვესტორები რაღაც ფულს დებენ მოკლედ არ აღიარებს მაგრამ არც არაფერს აკლებს რა ხო და ეს არ ჩანდა ქალბატონ ნინოს არც გამოხედვაში, არც სიტყვებში ეს უკმაყოფილება. იქ ნუ ბუნებრივია იქ ადგილი ამისი არ იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თვითონ ქართველი პოლიტიკოსის ადგილი არ იყო იქა. აი ეს ამის თქვა მინდოდა მოკლედ ნიკო და არც ისე მოკლედ. მე მახსოვს კარტოფილები არ მახსოვდა, მაგრამ მახსოვს რა გვესტივენ სიგალი როცა იყო ლუკაშენკოსთან და კუშარი სტაფილო რო გაუთალა ჯერ თვითონ გათვლის პროცესია ხო მაგრამ სტივენ სიგალი არის იმდენად არასწორი პიროვნება თავისი ყველანაირი ყველაფრით ამ პუტინის სიყვარულით ზოგადად უამრავი სექსუალური ძალადობის ბრალდება მაგის წინააღმდეგ და ბრალდება რომ აი დურესად უსიამოვნო ადამიანი აი არავის არ ევასება და ლუკაშენკომ რო ესე მისცეს და კოშაი და კი თვითონაც რაღაცნაირად ესეთი დიდი და ის გაბერილი იმასავით არის კურდღელივით იყო და ნახე ხა გადასვლა ხო ვაკეთებდი რომ სტივენ სიგალი ეგეთი ტიპი რო გახდა მაგის ხათრით მაგის გამო ვეღარ უყურებ მაგის ძველ ფილმებს საუკეთესო ფილმებს რომელიც იყო ბავშვობაში ერთი ზაფხული მეძახდნენ ნიკო დვას ხო არა იმიტომ რომ არის პირველი ფილმი სტივენ სიგალის ნიკო აძინს რო ამბობდნენ სინამდვილეში ქვია კანონს ზევით above the law რომლის თავი გვერდს ქვია ნიკო ბელიჩი იტალიური
იტალიელ ამერიკელია. მეორე ფილმი სულ სხვა რაღაცაზეა, იგივეზეა, მაგრამ ნიკო ბელიჩი აღარ არის, სხვა პერსონაჟი არის და იმას ნიკო დვას ეძახდნენ, იმიტომ რომ მნიშვნელობა აქვს. და ამ გადასარევ ფილმებს, რომელიც არ ვარ გოთა, მაგრამ მეც ვეღარ უყურებ, იმიტომ რომ სტივენ სიგალი. მაგრამ კუსტურიცას ფილმებს უყურებ? არ მინდა რომ ის გამოჩნდე, მაგრამ ყველა რო ჩემ გარშემო დადიოდა და ის ბოშები რა კაია და in the death car ყოველთვის მეკიდა. თეთრი კატა-შავი კატა სასაცილო ფილმი იყო, ანუ არ უყურებ და არაერთხელ გავიცინე, მაგრამ არ დამრჩენია შთაბეჭდილება რომ რაღაც კაი ფილმია, ანუ რაღაც არ ვიცი მე. Arizona Dream არის in the death car არის. Arizona Dream არ მინახავს ბოშები, რომელსაც გოგი აჩვენებდა ხოლმე, რომ ნახე რა კაი, არ მომეწონა. თეთრი კატა-შავი კატა ითვლება რომ უფრო სუსტია, მაგრამ სასაცილო იყო და ნუ სასაცილო იყო. ხო, მაგრამ მაგას მე ჩემ მეგობრებს უყვარდათ, ყველას პრო რეალურად ალბათ მართლა კაი ფილმებია, მაგრამ ხო, მოკლედ რატო არიცით, ხო, რატო ახსენებთ? ხო, მოკლედ ემირ კუსტურიცა აპირებს მიიღოს რუსეთის მოქალაქეობა. და ნუ არ ვიცი მოქალაქეობა მსოფლიოში. და მე იმედოვნებ რომ მე რაღაც ისეთი ერთკვირიანი გადაბმულის მის მერე გერასიმოვი იტყვის ნაესვეო ივან ქიაბანაი მატერი და გაუშვებენ იქ ომში. გაართოს ჯარისკაცები გაარდეო ეტყვიან. ეხა იქო მოიწყინესო ჯარისკაცებმა და ჩადე ეხა და ესკენიო. ალბათ არ ეტყვიან, მაგრამ აი. ხო, არ ვიცი იცი რა არის ახლა რა სულიერ საზრდოს იღებს, ან არა მხოლოდ სულიერს ვერ გეტყვი, მაგრამ ნუ ალბათ რაღაც ტიპის საზრდოს იღებს, მათ შორის სულიერსაც. ხო და იქ ლუკაშენკა არ მალავს, იცი რა არის ეს აი სტაფილოს გათლა და ზოგადად რაღაც ეგეთები. როგორც რო დავესეს ხო ცოტა უტრეო მოხდიოთ ეს ქართველმა დეპუტატმა მაჭავარიანმა როგორც თქვა დახელფასება ხო? როგორც ჩანს დახელფასებაც ხდება და походу დაკვებაც ლუკაშენკას საყვარელი გასართობი არის. ხშირად ხდება ესეთი ვირუსული ვიდეოები რაღაც ეს იმეებთან ჩინოვნიკებთან ერთად დადიან კვების საწარმოებში ან რაღაც გამოფენებზე და სინჯავენ ან ძეხვეულს ან რაღაც ძის პროდუქტს ან რაღაც ეს ბოსტრეულს რაღაცებს და ეს ხალათ მოცმულა გუშაი ფიქაცეს დაჭირდა ძალიან მაზალუა და მოკლედ ეს კი მესმის რომ ეს ნაჩალნიკობის ძველი ტრადიცია არის რომ აი ეს ხო სტალინის ტიპის მმართველები არიან ეს ყველა პოსტსაბჭოთა ავტორიტარები და ნუ აი მითი რომ ყველაფერს ასწრებს, ყველაფერში თვითონ მონაწილეობს რა იქ სტაფილოს მოყვანა არის, რძის თუ ყველის ამოყვანა, ტრაქტორის გამოშვება, იქ ბელორუსი ხო განთქმულია თავის ბელორუსის ტრაქტორები, იქაც კი ტრაქტორის ეჭა კომბაინები რაღაცები. ხო და ეგეთი რაღაცა არის და ნუ დახელფასება დაკვების გარეშე არ ხდება. ხო, ჩვენ გვაქვს ის დახელფასება სიტყვა გაგონელი გქონდა აქ. არა, პირველად გავიგე ძალიან ხინჯი სიტყვა არასდროს არ გამიგე. ეგენი ყველანი არიან დახელფასებული. აი დახელფასებული არის აი რაღაცნაირად. მაგას აი რა ვიცი. ყველაფერი ჯობია. ხო და ძალიან უხდება ეს დახელფასება და დაკვება ამ იმას და აი ჩვენ გვახსოვს ამ პუტინისადმი ვნებები იმის ჟერარ დეპარდიესი, ხო? პერიოდულად არის ხოლმე. იცი რა არის, ამასაც აქვს ხა იტყვიან რას გადაეკიდეს საბჭოთა კავშირსო და სულ იყვნენ ამ დასავლეთში ესეთი ინტელექტუალები, მომსახიობო, მორეჟისორო, მწერლები ისინი, რომლებიც აი რაღაც აღფრთოვანებული მოდიოდნენ და ამ საბჭოთა კავშირი ეგონათ რომ აქ რაღაც ის ხდებოდა სულიერების გადარჩენა და რაღაც აი ეს ერთი ეგ არის და დეპარდიეს შემთხვევაში დეპარდიე ვაშინგტონში რო ჩავიდეს და ნიუ-იორკში ქუჩაში ვერ იცნობს უმეტესობა. იმიტომ რომ ამერიკელებს თავისი ისა აქვს და ეგრე ლუი დე ფიუნესი და დეპარდიუ კი ეხა კარგად დახვდებიან და ყველაფერი და თავის სამშობლოში, მაგრამ სხვა ქვეყნებში ესეთი სიყვარული რომ თავის სამშობლოში კიდე პრობლემურია, იმიტომ რომ ეხა თვითონაც აღარ დავიწყოთ დეპარდიეს ბიოგრაფიის მოყოლა, მაგრამ რაღაც ბავშვობას უბედური ქონდა და რაღაცა რა, მოკლედ თვათ არც კარგი ადამიანია და გასაგები არის რომ სირთულებში აღიზარდა და ასე შემდეგ. ვიღაცები არიან ეგრე, რომელიც თქვა პიერ რიშარი ჩვენთან რო ჩამოდის, მეგავარსკვლავი არის, რომ პიერ რიშარზე გაზრდილები ვარ და რამდენი გვაქვს ნანახი და რაღაცა და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკაში კი არა, ინგლისშიც რო ჩავიდეს, ეგრე ვერავინ ვერ იცნობს. იმიტომ რომ ინგლისის თავისი ფილმები აქვს, არა აქვს ნანახი ეგისა. ჩხლეტა ქოლგით არიციან რა არის. ხო,
იმიტომ რომ ეს ჩვენი მძიმე წარსულის ბრალი არის, საბჭოთა კავშირში იყო ძალიან დიდი და მასშტაბური ცენზურა და არჩევანი რა გეყურებია, რა არ გეყურებია, კინოთეატრებში იყო ძალიან მწირი და მეტ-ნაკლებად ჰქონდა გასავალი ამ ფრანგულ, იტალიურ რაღაც მოკომედიო რომანტიკულ. თუმცა ხა ის არის, ეგ ხა ხრედა კოლგით და ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ტიპი. სათამაშო ბარეორ იმ დროინდელ ამერიკულ ფილმს ბევრად ჯობია, ხა სულ. კი, მაგრამ იმავე ბავშვობაში მაგ ფილმის გარდა რომ გენახა მაშინ რა ფილმებიც გამოდიოდა და იყო პოპულარული და რაღაცა ჩაიკარგებოდნენ ხო ეგ ტიპები. ხო, ბევრი არჩევანი რო ქონოდა, სხვანაირად ხო, და ამ კუსტურიცას სულ ქონდა მცდელობა რაღაცნაირად, ესე იგი ფაქტობრივად პუტინის არჩევის მომენტიდან სულ ქონდა მცდელობა რაღაცნაირად ინტეგრირებული იყო ამ რუსულ კულტურულ სივრცეში და არა უფრო მეტად კულტურულ სივრცეში კი არა, რაღაცნაირად აი ამ პოლიტიკურ პროცესში რო არის ამ ქვეყნის მხარდაჭერი, ამ იმის რაღაც კულტურის თაყვანისმცემელი, იმიტომ რომ ახლა ფილმებსაც რო იღებს, ხო, იმის რასპუტინი ესეთი მწერალი იყო იმის რაღაც მოთხრობის ტექსტის მიხედვით იღებს, მე დოსტოევსკის რაღაცის გადაღებასაც. ეგ გაცვლა გამოსვლა ისედაც ქონდათ ისტორიულად, რომ ხა იქ რო იუგოსლავიაში რომ მიიღო მაშინ რო ჯერ კიდე იუგოსლავია რაღაცა, რუსები ჩადიოდნენ აქედან და იგივე ლიმონოვი, რომელიც ერთ-ერთი რაც მაშინ კულტურული ფიგურა იყო ჯერ კიდევ, იქ იყო ჩასული ყარაჯიჩთან და გვერდზე იდგა ყარაჯიჩი. ყარაჯიჩი, კი, რადოვან ყარაჯიჩი, ხო. რომელიც არც თუ კარგი პიროვნება. ხო, და ის ყველაფერი თუ კი რამე დაუშავებია იმას პუტინის რუსეთს, ტიპს ყველაფერი გაправებული აქვს. ჩვენს იმ ტერიტორიულ ხელყოფასაც ხარს უჭერს. იქ 2014 წლის იქ ყირიმის ანექსია. არ ვიცი, საქართველოში რა მახსოვს? არა, ის ბრეგოვიჩის კონცერტი იყო, ორკესტრი იყო ჩაუს და თვითონ ხო, რაღაცნაირად ხო ის არის და გადამულები არიან და მე მგონი ნაჩხუბრები არიან პოლიტიკურ ნიადაგზე, როგორც ვიცი. იმიტომ რომ ბრეგოვიჩი არ არის ხა ისე ახლა და ისიც თვითონაც ძალიან მსგავს მუსიკას უკან ემირ კუსტურიცა ორკესტრი ხო არის? ხო, არ ვიცი. რომელიც აი ძალიან ბრეგოვიჩის ნაირი სიმღერები აქვს. ხო. რომელიც ჩვენ დროს ის იყო, რომ უსმენდით, რომ ნახე ხიარული რაღაცა და იმათვის დარწმუნებული ვარ თვითონ სერბებისთვის ან რეგიონისთვის დაახლოებით არის, რომ აქ როს ბაზრობის სიმღერა ჩავურთო და ნახე რა კაია უთხრა და ჩვენ თვითონ ისე ვიქნებით, რომ არა ეს სხვაც გვაქვს. დიდი კულტურა გვაქვს ირამდვილეში ეს ჩვენ მაინდა-მაინც არ გამოგხატავს და ისინი რომ არა გინდა თუ არა ამაზე ვიკაიფებთ. მითხრა რომ უცხოელებიო საქართველოს რო იგებენო რაღაცა ლინკებს მიგზავნიან YouTube-დან რომ აი ამ სიმღერას ვიგიჟდებოდა როგორც ეს არის უტრიო მანდილიო. აპარეკა რომელზეც მე ისამაკ ხო აი ძალიან გავსეგა იმიტომ რომ მე არა ვარ წინააღმდეგი აპარეკასი და ტრიო მანდილის ზოგადად ჩემი ბევრი მეგობარი ზევიდან უყურებს რომ აუ ეს რაღაც ამითი რატო გავხდით ცნობილი და ნუ იყო მიზეზი ეთყობა რატომაც გავხდით არის მანდ რაღაცა თვითონ ვიდეოც აყარელი იყო ეს გოგოები მოდიან მღერიან არ ვერჩი მაგას მაგრამ კარგი ის იყო ანალოგია მგონია რომ მურმანის ორანჟირებით თუ დამუშავებით არის ეს ქართული ფოლკლორი და ესენი კარგი ისა მურმანი არ არის ხო აი მაგებს არ გიყრიან მურმანოს მურმანზე არ არის ხა ეგეთი ფოლკის მაინც არის ნაზავი მაგრამ ტრიომანდილი ხო ეს მურმანი თვითირონიით იმით ძალიან იმას აკეთებს უყურე ნიკო სხვათაშორის ეს სერბები და ჩვენი შემთხვევით არ გავახსენდა რაღაცნაირად ეს შენ თქვი საქართველოში ნამყოფი არის თორე და სერბები ჩვენსავით როგორც ჩვენ ვცდილობთ რაღაცნაირად ისინი ფიზიკურად და გეოგრაფიულად კი ახლოს არიან მაგრამ რაღაცნაირად ცდილობენ აი შეაღწიონ ამ ევროპულ კულტურაში ევროპულ პოლიტიკურ წრეში და არ გამოსდით როგორც ჩვენ არ გამოგდით ხო გეუბნები ისინი უფრო მეტად ახლოს არიან მაგრამ ჩვენსავით წვალობენ სხვათა შორის აი ერთი წელი სრულდება ახლა 1 ნოემბერს იქ მასობრივი პროტესტების დაწყებიდან აი ნოვი-სადში ის რო ჩამოინგრა ავტოვაგზლის ახალგარემონტებული ავტოვაგზლის ისა სახურავი ხო და ის რაღაცნაირად ხო ისინიც ერთი წელი არიან და იმათ პროტესტსაც აქვს ესეთი პიკები ჩაცხრობა სხვათა შორის ესეთ სპეციალისტები ამბობენ რომ აი როგორც ჩვენ ხო სულ გვაქვს განცდა რომ აი მიუახლოვდებით და ახლა ქონდა ძალიან განცდა რომ ძალიან ახლოს მივედით ამ ევროკავშირთან და ისე უკან დავიხიეთ აი ბოლო 30 წელს თუ აიღებ ამ სერბეთის პროტესტის იმას ისტორიას თუ გადახედავ სულ არის ეგეთი მცდელობა რომ რაღაც იწყება საპროტესტო ის და ყოველთვის როგორც წესი ეს საპროტესტო გამოსვლები
რაღაც შედეგს აღწევს, მთავრობა გადადგება, ხელისუფლება დაემხობა, შეიცვლება, მაგრამ ისევ რაღაც მანქანებით, აი ეს ტიპები, ახალი ტიპები რაღაცნაირად უბრუნდებიან ამ ძველ ფესვებს და ისევ აი ამ უკან ხევენ ამ იმას მოძრაობას ევროპისკენ და ესეთი რაღაცა წავიკითხე რომ ყველა თაობაში აი რო დაიწყება მორიგი პროცესი, ხო ვიღაც ტიპები გამოდიან და ამბობენ რომ აი ახლა ჩვენი შვილები, ჩვენ რო სტუდენტები ვიყავით და დავიწყეთ პროტესტი და გამოსვლები და მოძრაობა ევროპისკენ, რაც ჩვენ ვერ დავამთავრეთ, ისინი დაამთავრებენ. ჩვენთანაც არის ხოლმე ხო ეს ნოტები, რომ აი მე 9 აპრილზე ვიდა ამას და რაღაცნაირად არ გამოგვივიდა და მოგვესწრენ შვილები ესენი იზამენ. თვითონ ეს შვილები ამბობენ რომ ჩვენ არ გვინდა რომ ჩვენ შვილებს დაუტოვოთ კიდე საბრძოლო და რაღაცა. მოკლედ როგორც ტოლსტოის იმას რომ დავესესხოთ, ყველა უბედური ქვეყანა რაღაცით ერთმანეთს ვგავართ. ხო. აი ამ ხიარულ ნოტზე ხო არ კიდე ის ვნახო კომენტარები რამე. რაც საქმეა ნიკო ამის გარეშე ვერც გაგვიგებენ რო არ ვნახოთ. იცი ჩვენ თუნდაც არ გვინდა ეგრე. არ გვინდა და არც მივახწევთ მაგას. ბოლო 2 კვირა არის ის ამაქვს გართობა YouTube-ზე უყურებ ხოლმე. მაინც თუ სამბობ ხო? ხო. აღარ ღირს. აღარღეს. უყურებ ხოლმე რაღაც მაგია როგორ კეთდება და დევიდ კოპერფილდის საიდუმლო და 2 ტიპია კარგად ხსნიან ხოლმე, რომელს პარავს ვერ მივხვდი, იმიტომ რომ ორივეს AI-ის ხმა აქვს. მაგრამ ძალიან ბევრი რამე გავიგე როგორც ხდება ეგენი. მართლა გიგონა რომ გავიდიო. არა, მაგრამ ვერ ხვდებოდი როგორ გააკეთე. ფოკუსი არ არსებობს, არა ნიკო. მაგია არ არსებობს. არის ტექნიკურად კარგი შესრულება. რამეს ხო ვერ გააკრო. თუ შეჭამ აი მე რო ჭამე ხო. ბენოსიო 84 წერს ძალიან მაგარი დუოა ჯიმიკო, კეთილი ოპოზიციური პოდკასტია, რაც ყოველთვის საჭირო და აუცილებელია ქვეყანაში. კეთილი. Chance of Rain, okay. 74-80 ამბობს რომ წინაზე ვლაპარაკობთ რომ რაც რუსეთის ქალაქს რო გავიგებ, მე Google Maps-ზე ვუყურებ ქართული რესტორნები სად არის და რა ღირს და რაღაცა. ვიყავი წინა გადაცემაზე, ნუ ხო. ყველა ხო არ გვიყურებ და ანუ მიხვდი ანუ მე ჩემნია რომ სახე მქონდეს წირო დაველაპარაკო და Chance of Rain-იც ეგრე არის. ქართული რესტორანი თუა და ფოტოებსაც ჩამოვული ხოლმე საფუძვლიანად, ასე რომ მარტო მე არ ყოფილვარ დეგენერატი Chance of Rain-იც ჩვენთან ერთად არის. ქართული კერძი სულ მახსენდება ამ ქართულ კერძებზე, ხო მაგათვის ხო ეგზოტიკურია რაღაცა და მახსოვს Smack ესეთი გადაცემა იყო, ხო? მაშინ აი 90-იანი თუ მაშინ ავრამენის კაცი. ხო, Smack, ხო, ის რა ქვია, ხო მაგას მაკარევიჩი, ანდრეი მაკარევიჩი. ვაკარჩუკი უკრაინელი. ხო და არა, მე სხვა, მე ურგანტი რო იყო, მე ერთი პერიოდი ექცვლია და მოკლედ პავლიაშვილი ყავდათ და უხსნის რომ რა უნდა გავაკეთოთ და რაღაც ინგრედიენტები ის და ესეთ რაღაცას ამბობს. Это вам не чакапули, это вам не оджахури, это чахракули და იმ რუსისთვის ეს რაღაც დაიდო რომ რაღაც სიტყვები ხო და აქედა რომ უყურებ და რას ლაპარაკობ რა ჩახრაკული რა გინდა აი ჩახოხი და იქ რუსი გიждდება ეგ გივი არ მომკლა ეგრო დაადგეს თავს და რაღაც და ეს ჩახკაპული ჩახოხბილი ჩახრა ოჯახური მე უყურებ ხოლმე ჯაჯანინა და ნადაში მამაძაღლონა ძველი საშინელი ანეკდოტია ეს ნადაში მამაძაღლონა და ჯაჯანინადაზე იყო პასუხი მე უყურებ ხოლმე იუტუბერი არის ეგეთი კუხნიას აქცენტა მქვია ქართველი არის ოღონდ რუსულად აკეთებს არ ვიცი საცხოვროს YouTube-ში სადღაცა და ძალიან პოპულარულია მილიონობით ნახვა აქვს ხოლმე ერთხელ მომიშალა ნერვები იმიტომ რომ რაც სადღაც ჩეხეთში თუ სადღაცა ქართულ რესტორანს აკრიტიკებდა და დაიწყო რომ დარაგიე тут აჭარული тут სულგუნი должен быть და მეთქი ხა კარგი რას მატყუებ მე რატომ მატყუებ რა უნდა სულგუნს იმაში და მეორე სუფხარჩოს აკეთებდა ნუ საიდან ნახე სუფხარჩოს ვაკეთებდი სახლში რამდენიმე რეცეპტი ვნახე YouTube-ზე და მაგის იყო ძალიან კარგი ანუ მაგის მიხედვით გავაკეთე ძირითადად მაგრამ მე ორი ქონდა და ხშირად მეკითხებიან რომ აი ხარჩოსა და ამათ შორის რა განსხვავებაა და ან ნიგოს თუ უზამო ხარჩო გამოდისო და ისე სუფხარჩოა და მეთქი ეხლა თუ შეიძლება კუხნიას აქცენტა არ არის ეგრე
ერთი სახელი ქვია, მაგრამ სუბხარჩოში რომ სუბხარჩო არის რაღაც დაბიური საჭმელია. მე ხარჩოს მირჩევნი, ანუ პახმელიაზე სუბხარჩო, ეს ტომატები და რაღაც ხიმები რო არის მიყვარს. მაგრამ სად ახლა მეგრული ხარჩო არის რაღაცნაირი და დიანები გენა ცვალე, სხვა დონე არისტოკრატიული და მე რომ დაბიურიან, მაინც ჭამ. კი არა და ნიკო, ნიკოზეც არ გიждები, ანუ რასისულები. თემაში რო დავრჩეთ. რა წიგნი თარგმნე შენ? მადლობა. წიგნი რომელიც თარგმნე არის ინგლისურად ქვია Kitchen Confidential, ანტონი ბურდეინის, ქართულად ქვია შიდა სამზარეულო. არის წიგნი, რომელიც პასუხისგებელია. მე მგონი ბოლო 20 წლის განმავლობაში ნახევარი ვინც ამერიკის კულინარიის ინსტიტუტში აბარებს, კულინარიულ ინსტიტუტში როგორ თარგმნე, მაგ წიგნის შთაგონებით არის. ანტონი ბურდეინი იყო აღარ არის ცოცხალი. ამ წიგნით გახდა ცნობილი შეფი იყო, რომელიც განსაკუთრებულად მაგარი შეფი და არავის მაგარი არ ყოფილა თვითონაც ეგრე. პოპულარიზატორი იყო მაგარი. ავტობიოგრაფიასავით დაწერა, რომ აი რახე როგორ მუშაობს ნიუ-იორკში სარესტორნო ბიზნესი, თავის ამბებს ყვება კარგად წერს რა. და ბევრს უყურს ხოლმე რომ ვინც წაიკითხა რომ საიდან დაწერა ამდენი მზარეულმა კაცმა და რომ მზარეული კაცი იყო, მაგრამ პარალელურად წერალიც იყო, სხვა წიგნებიც არის დაწერილი ფიქშენი. არა, თანადამწერი კი არა, იყო ერთი მეორე რიგის მზარეული არ იყო, შეფი იყო, მაგრამ არიან აი ცნობილი ნიუ-იორკელი შეფები თვითონ როგორც წერს და ეს იყო რომ აი საქმეს გაგიკეთებს, მაგრამ კარებზე რომ მაგის სახელი აწერია, მაგის ხათრით არავინ არ შევიდოდა. ამ წიგნის მერე გახდა ზე პოპულარული, მერე თავისი რაც ერთი გადაცემა ქონდა, მეორე გადაცემა დადიოდა აქეთ-იქით. და თუ საქართველოშიც იყო ჩამოსული, მუღამი იყო რომ მაგარი ტიპი იყო რა. და კარგად წერდა. საჭმლის კეთებაც იცოდა. აი რა გაგაოცა რა წერია ეგეთი სამზარეულოს რა გაიგე ისე თუ ვაუ რატოა სასარგებლო ეს წიგნი აი წიგნის კითხვა მიყვარს რატო წავიკითხო სხვა წიგნი რატო არ წავიკითხო და რა ეკა აი ორი წიგნი მიდევს და გეტყვი ანუ იცი რას შევადარებდი ჯერალდ დარელის წიგნი ხო გაქვს საკითხული ჩვენ დროს იყო ძალიან პოპულარული ქართულად იყო ნათარგმნი ბრიტანელი ის იყო ზოოპარკის დირექტორი იყო და ცხოველების კაცი იყო არ ვიცი რა პროფესია იყო და ავტობიოგრაფიასაც წერდა ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები გადასარევი წიგნი და კიდევ ერთი 4-5 წიგნი მოგზაურობაზე და იმაზე ну რატომ უნდა წაიკითხო იმიტომ რომ ცხოველებზე გაიგებ რაღაცა ახალს ან მოგზაურობაზე თუმცა ერთსაც გაიგებ და მეორესაც მაგრამ კარგად წერიაო ხელი რა და ესეც პრაქტიკულად თუ რაღაც საინტერესო ისტორიებია. ყვება რომ როგორ გაიზარდა ბავშვობაში პირველად როდის დაამუყამა ჭამარო ცოტა სხვა რაღაცა იყო. ეგ მესმის ნიკო, კარგი მწერალი რო არის მესმის. აი სამზარეულოს კუთხით, აი სასარგებლო იქნება. აი ვარ გურმანი და მინდა რომ მეტი ვიცოდე როგორ გავაკეთო, რა გავაკეთო. რა მუღამი არსებობს კულტურაში. არა, ამაში თუ არის კონკრეტულად. კი არის, მაგრამ თვითონ ხა რა ამბებსაც იხსენებს. ანუ ერთი ყვება შიდა სამზარეულო რატო არის რომ როგორ შეგინდა ეწევიან სამზარეულოში სექსი აქვს რაც ნარკოტიკების ამბავია ეგენი რა უკვე ეგენი რასაც ყვება არის 70-იანი 80-იანი წლების ნიუ-იორკი მე ეხლა მთლად ეგ აღარ არსებობს ამიტომ არ არის ეგეთი წიგნი რა ნუ ეს არის ავტობიოგრაფია სადაც რაღაცებს გაიგებ მუღამს დაიჭერს საჭმლის და რაღაცის და იმას დაინახა თვითონ წერდა რომ ამას წერდი ზარეულებისთვის ანუ ტიპი რომ წაიკითხავს თქვა და ესე ამბობს რა რომ შეიძლება თუ ერთი ზაფხული მაინც სადღაცა ფრიტიურზე გიმუშავია და კარტოფილი ამოგიღია რაღაცას აი მიხვდები რომ 70-იან წლებშიც ეგ იყო 80-იანებშიც და ეხლაც ეგ არის რაღაცა განცდა რომ ერთი თემი ხარ ერთი საზოგადოების წევრი ხარ ჩვენთან ჩემს მომადრე მითხრა მაგას ქვია თვითონ ეს რა ქვია სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ვინც მუშაობენ თორე სამრო სისტემის ანუ სისტემა ერქვა ყოველ შემთხვევაში მიხომ როგორც მითხრა ახლა მე აღარ გადამოწმებია რომ დროს სადღაც სხვა რო ოფიციანტი იყავი აქ რო სამზარეულო ერთმანეთს იცნობ და რაღაცა ის არის რა კი ქსელი არის მაგის ისა აქვს რა ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული რუსები რო იტყვიან რიბაკა ვიზიტის დალიკა რაღაც ეგეთი ის აქვს მოკლედ შემზარეული მემზარეული უკვე ერთი ისა ვარ ხო და მაგას წერდა ამ წიგნში რომ მეეო რომ გამოვიდაო წიგნი თქვა სადღაც ჩავდივარო სიტყვაზე რიო დე ჟანეიროში და ბარში შევედიო ლუდის დასალევათო და იქ ვიღაცა ზარეული გამოიხედავს, ესე აკეთებს და უცეფო ესე მოდის საჭმელებიო რა, რომ მადლობაო, ჩემი ცხოვრება აღწერეო რა მელბურნშიო და ეს ესე რომ მე ნიუ-იორკზე ვწერდი საერთოდ არ ვიცი მელბურნი სად იყო აქამდე და. მოკლედ სასარგებლო წიგნი თარგმნა ნიკომ, გამომცემლობა პოლინომიალი. და იქნება ჯერ არ იყიდება. არა, ახლა იქნება წიგნის ფესტივალზე. წიგნის ფესტივალზე იქნება, კი, გაგზავნილია. და ეს იქნება ნოემბრის შუა რიცხვებში 14. წიგნის ფესტივალი როდის არის ხოლმე? ახლა მე თბილისში ორ კვირაში. ორ კვირაში, ხო. Yes.
ეს მოიც კომენტარებს ხარ მოუბრუნდეთ თუ? მოუბრუნდეთ იქ იქნება რაღაც საყურადღებო. იცი რა საყურადღებო არის შოთა რუაკწოს რომ მაგიდაზე რატო არაფერი გიდევთ? ვისი ბრალია არ ვიცი ჩვენი თუ. ვისი ბრალია? ვისი ბრალია? ვისი ბრალია? ვისი ბრალია? აი ქორიძემ მაზერ ფარმერი მეუბნება რომ ტიპს მოშივდა და მაცივარი გამოახო მოაღებ თორე ძველი პომიდორი მეგონა რომ იქნებოდა იქ და ეგავართ რა ანუ კიდე ჩას მოკითხვა ყველას ვინც კომენტარი დაგვიწერეთ აი ივანე გოლიაძე წერს სომხეთში ყველგან კაი პური იჭმება ძალიან მარჯვენა ნამყოფი და ბევრგანო ანუ ზოგადად ეს არის ცნობილია მაგითი და ჯერჯერობით ეგავართ აი ბოდიში ბარჯაკუნი ხუთშაბათი ორი მიზეზით მიყვარს პირველი თქვენ მეორე დახელფასების დღეა. ხელფასის დღეა წერია, მაგრამ მე დახელფასება თქვენ. დახელფასება და გამოვიყენო ხოლმე. ისე ამეკიდება ხოლმე რაღაცა საშინელ სიტყვას ავიჩემებ და ხუმრობით ვამბობ და მე სრულად არახუმრობით და არაირონიულად ვაგრძელებ ხოლმე მაგის გამოყენებას. არა, ჰელოვინზე მივდივარ სად არის ჰელოვინი? ყველ ძალიან ბეხა ვერ ვითხოვ და რეკლამა გამოვა. ანუ ყველგან რაღაცა ფართი ტარდება. არის ხო და ის კოსტუმირებული და სერიოზული ჰელოვინი. ბოლოს კოსტუმი რომ მეცვა, მემორი საბჭოთა კავშირი იყო ჯერ კიდევ ეზოში რაღაც კარნავალივით მოაწყეს, არც ჰელოვინი მაშინ არ ვიცოდით და მე ძალიან მინდოდა ჩასვლა და კოსტიუმი არ მქონდა და მე დეჩემა გამიკეთა ისა. მეკობრე ვიყავით, სალითვალი მქონდა ახვეული და ძალიან კმაყოფილი ჩავედი. ისე ინდაურის ფორმაც ინდაურის ფორმაც ერთხელ იცი რა არის ახლა რა გამახსენდა იცი H2SO4 ბარი იყო აქ ქიაჩელზე მწერლების ბარი იყო პაატასი რომელიც მე გადავიდა ქარვასლაში და მე ესე იმათ რაღაცნაირად იქაც შეწყვიტა მუშაობა ჰელოვინზე ქონდა ხოლმე იმისი პაატა შამუგიავი გულისხმობს პაატასი ასე ვამბობთ რომ პაატა შამუგიას ქონდა ესეთი ჰორორის ლიტერატურული ჰორორის კონკურსი მინიმალისტური სამწინადადებიანი რომლის პირველი გამარჯვებული აქ თქვენს წინაშე ზის ახლა ნუ თქვი აბა რა ის იყო და დავა ახლა ეს იმათ სამი წინადადებაა გულით არა არ მახსოვს და იქ დალაგებული და ის არის რა აბა ეხლა ნუ ესე არ გამოვა რა ხდებოდა უნდა თქვა თან ერთად ვერ წავიკითხო არა ესე რომ მოყვე არ იქნება მუღამლა ნახე უკვე 2 წუთია მაგაზე ვილაპარაკე და ჯობია რომ აღარც ისაქნა აღარც გაგვეცინა ამდე გონდა რომ ყველა ვარიანტი არ უნდა მეთქვა რა არ უნდა გეთქვა მაგრამ რა ხან თქვი არა არ მინდა რა ხდებოდა მამალი შეხვდა მამალს და უთხრა თავი მოგჭერია არტექში პიონერთა ბანაკში ის ბავშვი ჭამენ ოკეი ანუ ოკეი უნდა ლაზათიანად არა ძალიან ლაზათიანად ახლა რა საკვირველია ესე და ანუ ეგ თავზე რამდენიმე წინადადება იყო და ბავშვი მოკლედ რა იქ ბიჭო მთელი მუღამია ლიტერატურა არის უნდა წაიკითხო ესე მოყოლით ეგ არ გამო არა ჩაგეწერა მე ვისი ბრალია ვისი ბრალია კომენტარი დატოვეთ ვისი ბრალია